საქართველოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წლიური გამჭვირვალობის ანგარიში და მეხუთე ეროვნული შეტყობინება წარუდგინა. დოკუმენტები ასახავს ქვეყნის მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს პარიზის შეთანხმების ფარგლებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ვალდებულებების შესრულებისკენ. დოკუმენტების პრეზენტაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშები ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას 2030 წლისთვის განახლებული ეროვნული წვლილის შესრულებისა და 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევის გზაზე. ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანგარიშების მომზადებისთვის აფინანსებს ქვეყნებს გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი. ჩვენ შემთხვევაში ამ ფონდმა დააფინანსა პროექტი. UNDP იყო ჩვენი პარტნიორი ამ პროექტის განხორციელებისა და ჩვენმა ცენტრმა შეასრულა ეს პროექტი ძალიან კარგ დონეზე, ასე ვთქვათ. და მთავარი იყო ის, რომ დროულად ჩააბარა საქართველომ თავისი ანგარიშები კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სეკრეტარიატს.